დღეიდან მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ახალ კალენდარს ითვლის. 2025 წლის გეოპოლიტიკურ რუკაზე არაერთი ცვლილება მოინიშნება. უკვე გამოიკვეთა, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი დემოკრატიის გზაზე გარდამტეხ როლს შეასრულებს. თავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანმა ფიგურამ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო ვილსონმა საკუთარი საშობაო ვარდადეგების დროს საქართველოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას საგანგებო წერილით მიმართა. რესპუბლიკელი კონგრესმენი რუსეთის მოკავშირე ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ მისი ოჯახისა და ახლობლების დასანქცირებასაც ითხოვს. ახალ ადმინისტრაციაში თქვენი თანამდებობების დაკავებისას მოგიწოდებთ პრიორიტეტად აქციოთ შეერთებული შტატების სამართალდამცავი მექანიზმების გამოყენება საქართველოს სანქციებისთვის თავის არიდების სქემის, თაღლითური კოლ-ცენტრების და ქართული ოცნების სხვა უკანონო საწარმოების გამოსავლენად და გასანადგურებლად. ეს ოპერაციები ამყარებს ივანიშვილის რეჟიმს და მის კორუმპირებულ კადრებს საშუალებას აძლევს სარგებელი მიიღონ ისეთი სისასტიკეებისგან, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინაში, რომელსაც ხელს უწყობს ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ირანის თანამონაწილეობა. ასევე მოგიწოდებთ გაავრცელოთ სანქციები ივანიშვილის ოჯახის უახლოეს წევრებსა და თანამზრახველებზე. შეერთებული შტატების გადამწყვეტმა ქმედებებმა მოკავშირეებთან კოორდინაციით შეიძლება ეს ოპერაციები ქმედუუნარო გახადოს, რაც პირდაპირ ძირს გამოუთხრის ქართული რეჟიმის უნარს შეინარჩუნოს არადემოკრატიული ძალაუფლება. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა წინ წავწიოთ ჩვენი საერთო მიზნები დემოკრატიის დაცვისა და მსოფლიოში მავლე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აგრესორთა ღერძი დაკარგავდა მნიშვნელოვანი გაძლიერების შესაძლებლობას, თუ საქართველო დაუბრუნდებოდა ქართველი ხალხის მმართველობას. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის ეს წერილი ღიად და ხისტი პასუხია ქართული ოცნების მარიონეტებისთვის, რომ ტრამპი ანტიდემოკრატიული და კორუფციული, ასევე პროჩინური, ირანული და კრემლისტური ინტერესების გატარებას არ მოითმენს. ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო ოცნება საჯაროდ გააკრიტიკა ვაიმარის სახელმწიფოების, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. გერმანიამ კი აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობისთვის 9 პირს სავიზო სანქციები დაუწესა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და ევროპაშიც საშობაო ვარდადეგებია, ქართველი ხალხის მხარდამჭერი განცხადებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისგან ყოველდღიურად ისმის. ომი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არ არის შორეული კონფლიქტები, პირდაპირ გვეხება და ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთობას, ჩვენს ეკონომიკას. სირიის უახლესი მოვლენები, მოლდოვაში არჩევნების манипуლირება, საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების манипуლირება, ტერიტორიული თავდასხმები ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასდროს არ არის გარანტირებული. Росіяни бояться вільних. Того, що їм не знайомо. რუსებს ეშინიათ თავისუფალი ხალხის, იმის, რასაც არ იცნობენ. მათ ეშინიათ თავისუფლების, ისინი დაიბადნენ პუტინის დროს, სწავლობდნენ პუტინის დროს, შეუერთდნენ ჯარს პუტინის დროს და კვდებიან მისი ავადმყოფური იდეებისთვის. სწორედ ამიტომ არის დღეს ასეთი გადამწყვეტი მხარდაჭერა ყველა იმ ხალხისთვის, ვინც იცავს თავისუფლებას. ისინი, ვინც ვარს იტყვიან მის დათმობაზე კიშინოვში, ვინც თბილისში თავისუფალი მომავლისთვის იბრძვიან. ევროპის გული ახლა საქართველოშიც გერს. უკვე 35 დღეა ცივი ღამეების მიუხედავად, თბილისის ქუჩებში ქართველი ხალხი ავტორიტარიზმს საპროტესტო აქციებზე ებრძვის. მსოფლიო ხედავს და მსოფლიოს ესმის ქართველების თავდადებული ბრძოლა. და სწორედ ამიტომ ოლიგარქის გუნდი დემოკრატიულ სამყაროში უფრო და უფრო იზოლირებული ხდება. მებრძოლი ქართველი ხალხის გამარჯვება კი მხოლოდ დროის საკითხია.